რუსთაველის გამზირზე იმყოფებით საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან, სადაც უკვე 94 დღეა უწყვეტად მიმდინარეობს პროევროპული საპროტესტო აქციები. მოქალაქეები განურჩევათ კლიმატური პირობებისა, მეტეოროლოგიური პირობებისა და ამინდის გაუარესებისა ვაინციპირებიან რუსთაველის გამზირზე საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ჩატარდეს კენჭისყრის პროცესის სამართლიან გარემოში, ასევე პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ის პირები, რომლებიც დააკავეს 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული საპროტესტო აქციებისას და ასევე 2024 წლის გაზაფხულზე ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებისას. მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან, აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია მათი პროტესტი უფრო და უფრო ხმამაღლა ისმოდეს, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი ეს ზემოხსენებული ორი მთავარი მოთხოვნა და სანამ არ გათავისუფლებიან პატიმრობიდან პირები, რომლებიც როგორც უკვე გითხარით დააკავეს დემონსტრაციების ფარგლებში. დღესაც გასული 94 დღის განმავლობაში აქ შეკრებილ მოქალაქეებს შორის არიან დაკავებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ხარდაჭერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი დაკავება, მათი პატიმრობაში ყოფნა არის უკანონო და უკავშირდება კონკრეტულად მათ ღიად პოზიციის დაფიქსირებას. ჩვენ ახლა გავისაუბრებით აქციებისას დაკავებულ ერთ-ერთი მოქალაქის ცაბას ხვიტარიძის დედას ელენე ახობაძეს. საღამოშტობისა ქალბატონო ელენე, მადლობა რომ გვითმობთ დროს. 94 დღეა, როგორც ცნობილია, გრძელდება საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივია რუსთაველის გამზირი არის ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი და ხედავთ, რომ ხალხი მაინც ყოველდღიურად გამოდის და კეტავს რუსთაველის გამზირს. რა არის მთავარი мотиваცია აქციის მონაწილეების თქვენი შეფასებით და რატომ უნდა გაგრძელდეს პროტესტი ამ ფორმით? ამ ფორმით პროტესტი უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს სისტემის პატიმრები, უდანაშაულო ხალხი, მათ შორის ქალბატონი მზია, უნდა ჩაინიშნოს აუცილებლად არჩევნები, რომ ეს ქვეყანა დაწყმარდეს და სიტუაცია იყოს კონტროლირებადი. აქ მუხტი არ დავარდნილა რუსთაველზე, უბრალოდ ეხლა დაემთხვა დიდთოვლიანობა დასავლეთში და აქედან გამომდინარე ჩვენი ბიჭები, გოგონები, წასულები არიან დასავლეთის თოვლიანობის გამო დასავლეთში, რომ დახმარება და დახმარების ხელი გამოუწოდოს ხალხს, რომლებიც მიტოვებულები არიან 3 მეტრიან თოვლში და შრომაში და ბრძოლაში არიან, ისიც იგივე ბრძოლა, რაც რუსთაველზე, ისე რომ ჩვენ რაღაცნაირად ვერევით სიტუაციას, იქითაც, აქეთაც და ისე რომ ჩვენი მუხტი არსად არ ვარდება და პირიქით უფრო გაძლიერებულია და სრულიად საქართველოსია მოფენილი და კიდე მოეფინება სრულიად საქართველოში ეს დიდი მუხტი თანდათან და იმედია რომ ალბათ ჩაინიშნება არჩევნები და ამ ახალგაზრდებს და თუნდაც შუახნის ხალხი რაც ყველა დაკავებულს გაანთავისუფლებენ უკანონოდ დაკავებულებს და იმედია რომ რაღაც კანონების ჩარჩოში ჩავჯდებით და გავაგრძელებთ ნორმალურ ცხოვრებას. დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ასევე საპროტესტო აქციების განმავლობაში ფარგლებში დაკავებულ საბას ხვიტარიძის დედას ელენე ახობაძეს, რომელიც ასევე დღევანდელი დემონსტრაციის მონაწილეც არის. ზოგადად პატიმართა ოჯახის წევრები, ნათესავები, მხარდამჭერები ფაქტობრივად ყოველდღიურად იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე ისინი პროტესტს გამართავენ დედაქალაქის და ქვეყნის სხვადასხვა წერტილში, რათა გათავისუფლდნენ მათი ოჯახის წევრები და როგორც უკვე გითხარით, აქციებისას დაკავებული პირები. აქციის კიდევ ერთ-ერთ მონაწილეს, ასევე რეჟისორს პაატა ციკოლიას გავესაუბრებით ახლა პირდაპირ ეთერში. საღამოშტობისა ბატონო პაატა, მადლობა რომ თქვენი დროისთვის. პროტესტი გაგრძელდება 3 თვეზე მეტია. რა გაძლევს ამ ხალხს თქვენი შეფასებით мотиваციას, რომ ყოველ საღამოს განურჩევლად ამინდისა, განურჩევლად სიტუაციისა გამოვიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. და რა ვითარებაში ვართ ახლა და რამდენად მნიშვნელოვანია რომ ეს პროცესი ქუჩის პროტესტს გულისხმობ გაგრძელდეს მომდევნო დღეების განმავლობაშიც. მე მგონი არ არსებობს ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც არ უნდა უკეთესი სახელმწიფო, ვისაც არ უნდა სამართლიანი სახელმწიფო,
ვისაც არ უნდა რომ საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული, ერთსულოვანი და ყველა ერთად თუ კი ვინმეს რამე შეუძლია, ერთიანი ძალისხმევით ცდილობდეს რომ ეს ქვეყანა ააშენოს, ხო? ისეთ რამეს ხო არ ვამბობ ეხლა რომ ვინმე შემეწინააღმდეგება. ეს ხალხი ვინც პროტესტშია ახლა, ხო, ვინც პროტესტს უთანაგზნობს და ვინც სახლში არის და გარეთ არ გამოდის, ჩვენ ყველას მაინც რაღაც გვაერთიანებს და ეს რაღაც არის იმდენად ძვირფასი ჩვენთვის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ წინააღმდეგობაში ვიქნებით. არ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს ტერორი, არ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში სახელმწიფო ცდილობდეს დაჩაგროს მოქალაქე, არ შეიძლება რომ ამ ქვეყანაში ისჯებოდნენ სამშობლოს სიყვარულისთვის, ისჯებოდნენ ერთმანეთის სიყვარულისთვის, ადამიანის სიყვარულისთვის, არ შეიძლება რომ ანტიჰუმანიზმი დაკანონდეს ამ ქვეყანაში. არ შეიძლება ადამიანს სცემდნენ ქუჩაში და დამნაშავე არ ისჯებოდეს. არ შეიძლება რომ ადამიანს იჭერდნენ მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ და არ ჰქონდეთ მტკიცებულებები საამისოდ. არ შეიძლება რომ ადამიანები მართლა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო ისჯებოდნენ ამ ქვეყანაში. საქართველოს და სამშობლოს სიყვარული დასჯადი არ არის. და ვინც პროტესტშია ახლა, ხო და ვინც პროტესტს უთანაგზნობს, ამაში ყველა ვართ ერთსულოვნები. მე მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყინვაში გარეთ არ დგანან, მაგრამ ვინც გარეთ ვდგავარ და ვიცავთ ამ პრინციპებს, ხო? ჩვენ ვიცით რის გამო ვდგავართ გარეთ და ჩვენ ვიცით რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე და რაც არ უნდა მოხდეს, მაინც უმრავლესობა გვითანაგზნობს ჩვენს და ჩვენ და ამ პროტესტს უთანაგზნობს. მაინც უმრავლესობას უნდა უკეთესი ქვეყანა ამ ქვეყანაში. აბსოლუტურ უმრავლესობას დარწმუნებული ვარ, აბსოლუტური უმრავლესობა უთანაგზნობს პატიმრებს და უნდა მათთვის სამართლიანი სასამართლო, რომ უდანაშაულო ადამიანი არ აღმოჩნდეს არასოდეს ციხეში. და ჩვენ ყველას გვინდა რომ ამ ქვეყანაში იყოს ძლიერი საზოგადოება, ძლიერი სახელმწიფო და ამ ქვეყანას მართავდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც მართლა შეუძლიათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და რომლებსაც მართლა შეუძლიათ ამ ქვეყნის სასიკეთოდ მართვა. და მართლა შეუძლიათ რომ ამ ქვეყანაში მოიტანონ კეთილდღეობაც, სამართლიანობაც და მშვიდობაც სხვათა შორის. რაც უფრო რთულია გარემო და კონტექსტი, ხო, რაც გლობალურ პოლიტიკაში ხდება, რაც აი აქ რეგიონალურ პოლიტიკაში ხდება, რაც ევროპაში ხდება, ხო? მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ძლიერი და ჩვენი სახელმწიფო იყოს ძლიერი. რომ ჩვენ შევძლოთ ნებისმიერთან ლაპარაკი, ჩვენ შევძლოთ ნებისმიერ მეზობელთან და ნებისმიერ მეგობართან ლაპარაკი, რომ ჩვენ გვყავდნენ კარგი მეგობრები, ძლიერი მეგობრები და სამეზობლოსთანაც პოულობდეთ რაღაცა საერთო ენას. ეს არის გამოსავალი საქართველოს მშვიდობიანი მომავლისთვის. ეს არის გამოსავალი საქართველოს ძლიერი მომავლისთვის და სამართლიანი საზოგადოებისთვის და კეთილდღეობისთვისაც ამ ქვეყანაში, რომ ჩაგვრა აღარ არსებობდეს ამ ქვეყანაში. საკმარისია ჩაგვრა და ტანჯვა ამ ხალხის. როცა აგერ უკვე 3 ათეულ წელზე მეტია საქართველოს დამოუკიდებელია და 3 ათეულ წელზე მეტია მოუგვარებელია უამრავი პრობლემა. მთელი შრეები საზოგადოების არიან დაჩაგრულები და მათთვის ვერადავერ გამოინახა გამოსავალი. აღარ მინდა ესე დავაკონკრეტო, ყველამ ძალიან კარგად იცის რაზე ვლაპარაკობ. არ მინდა რომ სხვა ვისაც უფრო მეტად ეკუთვნის ამ თემებზე საუბარი, მათი თემები მივიტაცო. ვიცით რომ ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო რამდენიმე შეიძლება წელიწადნახევრის ან მეტის განმავლობაში რეპრესიულმა კანონებმა და რეპრესიულმა მოქმედებებმა რამხელა ზიანი მოუტანა ამ ქვეყანას, ხო? კონკრეტული ადამიანები ტყუილას ხედან ციხეში, კონკრეტული ადამიანების ცემეს, დაასახიჩრეს, დააზარალეს და არავინ დასჯილა. კონკრეტული ადამიანები არიან დაჯარიმებულები, სამსახურები დაკარგეს, ხო? ეს ამ კანონების ბრალია ყველაფერი და მათი მიდგომის ბრალია. აუცილებელია რომ ამას უპასუხოს ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ და პოლიტიკურმა კლასმა, ეს აუცილებელია. ახალი არჩევნები იმისთვის გვინდა რომ ვენდობოდეთ საკანონმდებლო ორგანოს და საკანონმდებლო ორგანომ პირველივე თვეებში, პირველივე კვირეებში ხო ისეთი კანონები დააინიციროს, რომ დააბრუნოს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებში, დააბრუნოს ნდობა პოლიციაში, დააბრუნოს ნდობა სასამართლოში და ზოგადად დააბრუნოს ნდობა პოლიტიკურ პროცესში და დაიწყოს მუშაობა იმაზე, რომ როგორც კი საშუალება გვექნება მართლა სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს ამ ქვეყანაში. ეხლა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გარდამავალ პერიოდში უნდა შევიდეთ და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გვაქვს რაღაც საქმეები, რომლებიც ახლავეა გასაკეთებელი და გვაქვს რაღაც საქმეები, რომლებიც უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს რაღაცა ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ ამ ქვეყანაში. და ასევე ვიცით, რომ გვაქვს საქმეები, რომ ევროპაში ვინტეგრირდეთ და მივიღოთ მონაწილეობა, რასაც ახლა ევროპა აკეთებს. ევროპა ახლა ცდილობს, რომ ააწყოს ახალი ევროპული უსაფრთხოება.
ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა ვიყოთ ამ უსაფრთხოების ნაწილი. შეუძლებელია ევროპა იყოს უსაფრთხო შავი ზღვის და უსაფრთხო საქართველოს გარეშე. სინამდვილეში, ხო, რითაც ეს რეჟიმი ჩვენ გვაშინებდა და რითაც გვემუქრებოდა, ხო, სინამდვილეში ყველაფერი არის სიცრუე. ჩვენი ძალა მართლა ჩვენს ერთობაშია, ჩვენი ძალა მართლა ჩვენს ერთობაშია ევროპულ ოჯახში, ჩვენი ძალა არის ევროპელ მეგობრებთან და დასავლელ მეგობრებთან მჭიდრო ურთიერთობაში, ჩვენი ძალა ძლიერი საზოგადოებაა და ჩვენ სამეზობლოსთან კეთილსინდისიერი და ძლიერი საზოგადოების სახელით ურთიერთობაშია. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ამ საზოგადოებას ამისი უნარი აქვს, ამ საზოგადოებას ამისი მორალური უნარიც აქვს, ამისი მატერიალური უნარიც აქვს, ამისი სულიერის და ინტელექტუალური უნარიც აქვს და აგერ ვამტკიცებ ჩვენ რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და ჩვენ ერთმანეთს ვენდობით და ჩვენ ვაღიარებთ ერთმანეთის ძალას. აქ რაც ჩვენ ვინც ვდგავართ, ბევრნი არიან შეიძლება გონიათ, რომ იცი რა, არაფერი არ ჩანს, პერსპექტივა არ ჩანს, პერსპექტივა ბუნდოვანია და ამიტომ თითქოს იმედები გადაეწურათ. მე კი მიმაჩნია, რომ სულ პირიქით არის საქმე. ამ რეჟიმს უფუჭდება ყოველდღიურად საქმე და ჩვენ ძლიერდებით. რაც დრო გადის, ისინი სუსტებიან, ჩვენ ძლიერდებით. რაც დრო გადის, ფაქტია, რომ მათ უკვე აღარ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ისეთ გამოწვევებს, აი მაგალითად რაც გურიაში მოხდა, ხო? მათ ისინი უკვე ვეღარ გრძნობენ მორალურ ზურგს. მათსავე აპარატში აღარ არის უკვე ისეთი ნდობა და ერთობა იმ საკუთარი რაღაცა ვითომ იდეალების მიმართ, რაც არის სიცრუე და სიბინძურე და ტყვილი, იმიტომ რომ სიცრუე არის სიბინძურე. თვითონ ძალიან კარგად იციან. აქეთ ამ ხარეს არის სიმართლე და ეს არის ჩვენი ძალა და აი ამ ძალით ჩვენ შეგვიძლია იმდეხანს ვიდგეთ და იქამდე მივიყვანოთ ეს პროცესი, სანამ არ მივიღებთ იმას, რაც ეკუთვნის ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდგებით, ეს პროტესტი არცად არ დაიკარგება. აქ იდგება ეს თუ სხვა ქუჩაზე იდგება თუ შიგნი შენობებში გაპროტესტდება რაღაც პროცესების დროს წინააღმდეგობას ფეხის ყოველ ნაბიჯზე გაუწევს ქართული საზოგადოება. ქართული საზოგადოება ძალიან გაზრდილია, აღარ შეურიგდება ესეთ ჩაგვრას და ესეთ დამცირებას. არ შეიძლება ამასთან შერიგება და არ გამოვა ამასთან შერიგება. ქართულ საზოგადოებას აქვს იმის უნარი, რომ მიიღოს, ააშენოს ისეთი სახელმწიფო, როგორცაც იმსახურებს და ეს აუცილებლად მოხდება. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესიც დაეწევა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის დიალოგი დაიწყება ახლა და შედგება ეს რაღაცა დღის წესრიგი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეთანხმებებს ყველაფერზე მოვახერხებთ, შიგნითაც და გარეთაც. მათ კი ვისაც იმედები გადაეწურათ, მინდა მივმართო, რომ აქ დგას ხალხი, რომელიც იცავს პრინციპებს, რომელიც არის პრინციპების ერთგული, ნამდვილი რომანტიზმია აქ და კვირაში ერთი დღე ან ორი დღე ყველამ გამონახოს, რომ მოვიდეს და ერთმანეთი გავაძლიეროთ აქ. და თუ ვინმეს ეშინია ჯარიმების, მე მესმის, რომ ადამიანს არ უნდა რომ იყოს დამნაშავე. სამშობლოს სიყვარული დასჯადი არ არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ეს დანაშაული არ არის, მაგრამ ამათი რეპრესიული კანონებით ხო, უცებ გამოგიყვანენ დამნაშავეს, მაგრამ შეუძლიათ მოვიდნენ და როგორც ახლა მე ვდგავარ ტროტუარზე, აი ესე იდგნენ ტროტუარზე და არაფერი დააშაონ და ვერავინ ვერ მოძდებს ვერანაირ შარს და ვერ დააბრალებენ კრიმინალობას, რაც ცხადია სიცრუეა. ერთმანეთი გავაძლიერო და დადგება მომენტი, როცა ჩვენ მოგვიწევს მთელ საზოგადოებას ერთად ვთქვათ, არა და ერთად ვთქვათ, რომ საკმარისია დაბრუნდეს წესრიგი, დაბრუნდეს სამართალი ამ ქვეყანაში. დადგება ეგეთი მომენტი, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ქართული საზოგადოება, ჩვენ სინამდვილეში ვართ აბსოლუტური უმრავლესობა ამ ქვეყნის, ჩვენ სინამდვილეში ყველას გვინდა სამართალი და სიკეთე, არ აქვს პოლიტიკურ გემოვნებას მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ. ქართული ოცნების ამომრჩევლები ვინც იყვნენ, ისინიც იზიარებენ ამ შეხედულებებს და ყველა ერთად ერთ დღეს დავფიქსირდებით, რომ გვინდა წესრიგი ამ ქვეყანაში და გვინდა, რომ თუ კი რამე ენერგია გვაქვს, ინტელექტუალური თუ მორალური ენერგია თუ სულიერი თუ ფიზიკური ენერგია, გვინდა, რომ ჩვენ სამშობლოს მოვახმაროთ და მოგცენ ამისი საშუალება, რომ გამოვადგეთ ჩვენ სამშობლოს სულ ყველა, ვისაც რა შეგვიძლია და ვინც რა საქმეში ვართ პროფესიონალები. ყველა ერთად შეგვიძლია ვაშენოთ ეს ქვეყანა. ნამდვილად შეგვიძლია და არც ეს გლობალური პოლიტიკა არ არის ისეთი, რაც ახლა ხდება, რომ ეს ჩვენთვის სასიკეთოდ არ მოტრიალდება. სინამდვილეში შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში დადებითი და ყველაფერი მოტრიალდება ისე, რომ საქართველოს უსაფრთხოც იქნება, მშვიდობიანიც და კეთილდღეობაც იქნება ამ ქვეყანაში და დასრულდება ეს მრავალწლიანი ჩაგვრა, როცა ძლიერები ჩაგრავდნენ სუსტებს და აი ეს მაპატე ძალიან ბევრი ვილაპარაკე, ბოდიშს ვიხდი, რაღაცა ზედმეტი მომივიდა მე მგონი ბოდიშს ვიხდი. კი ბატონო. დიდი მადლობა პაატა ციკოლიოს უსმენთ თქვენ რეჟისორს.
საპროტესტო აქცია მიუხედავად თოვისა ცივი ამინდისა გრძელდება რუსთაველის გამზირზე. გარდა იმ მთავარი მოთხოვნებისა, რაც აქვთ აქციის მონაწილეებს, ისინი ასევე აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებსა და უკვე დამტკიცებულ კანონებს, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაზრდას 15-დან 60 დღემდე, ასევე ჯარიმების ზრდას, რიგ შემთხვევებში გაათმაგდა ადმინისტრაციული ჯარიმები, თუნდაც გზის გადაკეტვის გამო მოქალაქეებს სწორედ 5000 ლარით აი ამ ბრალდებით აჯარიმებენ მასობრივად, მათ შორის არიან როგორც მედიის წარმომადგენლები და მათი სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს ამ თვეების განმავლობაში. საპროტესტო აქციები საქართველოში გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონებში, ასევე გარდა რუსთაველის გამზირისა, სტუდენტები აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას, მაგალითად თბილისის სახელმწიფოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სასწავლებლის სტუდენტები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას და ისინი აუდიტორიებში იმყოფებიან. პროტესტი რუსთაველზე გაგრძელდება.